I hope he's running away to go. Just come on. That's an issue. გარეთ ვიპარებით. We want to just make a ტუალეტში შემოვედი, მეთქი გავუძრობ, იმიტომ რომ ახალი წელია თქო, რა ციხეში ვარ და Oh my god, hide first. Let's complain about it. Well, we're here. She's standing right in the middle. Right in the middle of the hole. She's searching for us or something. We're discussing. You know we're the IE's stuck. room? Help! 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 You know the IE's room? Let's go to the Stay a bit. He's gonna call me behind me like that. But we can do that. You look like they're trying to run away from a haunted house. I know. Like that is better. You would be like, At least we just ჯეიშალაგეგმა მე ვიცახ. Bunan. And now Once. Bukagi. რა თქმა უნდა, გუშინ ვერ გავიპარეთ გარეთ. Დღე. ამიტომ ჩემი ოთახის მეზობლები დღეს მიდიან სადღაც სხვაგან და მე მეზარება წასვლა, ამიტომ უბრალოდ ფილმების დღე მექნება. ჩავართავ ფილმებს და ვუყურებ რაიმე საახალწლო ფილმებს. ან უბრალოდ ფილმებს. ეხლა მინდა ჰარი პოტერის უყურება. თან რაღაცებს შევჭამ. თან თქვენს უყურეთ. ზადვარ ფილმის ანახავად. მოკლედ, ჩემი რუმეითები წავიდნენ. მე ჩემს ადგილზე მოვუკალათდი და ეხლა ჩავრთავ ფილმს. ჩემი საყვარელი ფილმი, რომელსაც ახალ წელს ან ახალი წლის დღეს ზოგადად ვუყურებ ხოლმე, არის ჰარი პოტერი ზოგადად ყველა ნაწილი. მარტო სახლში, რომელიც რა თქმა უნდა არის პაპსა, we all know that, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს და არ მაინტერესებს რა დამოკიდებულება აქვს ხალხს ამ შემთხვევაში. და მე კიდე რაღაც ახალ ფილმებს ვეძებ ხოლმე რა გააჩნია თუ რა და ამ ფილმებს ვჯერდები ხოლმე ძირითად შემთხვევაში. ვიწრო ადგილი კი ჩანს, მაგრამ ეს გარდერობია, ეს აქ იყო დადგმული და ეს გავწიე, ხალი ჩადავაგე და ჩემი ძალიან დიდი რჩევა იქნება, რომ იმ შემთხვევაში თუ მაგალითად მოხვდებით ისეთ ოთახში, სადაც 2 კი არა 3 რუმეითი ხართ, ანუ 3 ადამიანი ცხოვრობთ ერთ ოთახში, ჩემი ძალიან დიდი რჩევა იქნება, რომ იყიდოთ პატარა სავარძელი ესეთი მეზარება ეხლა დგომა ფეხზე, გთხოვთ. შესაბამისად, შემდეგ შეგიძლიათ შემოიტრიალოთ სკამი, რომელიც უკვე დაგახვედრეს ოთახში. და დადოთ ზედ ლეპტოპი
და უყუროთ ფილმს. ამავდროულად, რა თქმა უნდა, სნეკები, რომელიც გაცივდა და გაიყირა, სანამ ჩემი რუმეითები წავიდნენ. და ასევე კოლა, რომელიც, რა თქმა უნდა, არ შემიძლია რომ გამოვაჩინო YouTube-ის უაზრო წესებიდან გამომდინარე. თან დღეს საშინელი ამინდი არის გარეთ საშინელი ამინდი არ არის იდეაში ესეთი ამინდები ძალიან მიყვარს. უბრალოდ რატომღაც მე დღეს გარეთ გასვლა საერთოდ დამეზარა. უბრალოდ მინდოდა რომ სახლში დავრჩენილიყავი და რაღაცნაირად ჩემი ხასიათი გამომესწორებინა გუშინდელი იმედგაცრუებიდან გამომდინარე ფეიერვერკები არ იქნებოდა ოღონდ ყველამ ვიცოდით. იმიტომ რომ აკრძალულია ზოგადად რომ რაღაც კონკრეტულ ნაწილებში ქალაქის ან ზოგადად პროვინციებში ჩინეთში ზოგადად ესე ხდება რა ყველა პროვინციაში სხვადასხვა წესები აქვს ხოლმე რა არ ვიცი ისიც არ ვიცი საერთოდ ფეიერვერკები თუ ქონდათ რომელიმე პროვინციაში წელს ან რომელიმე ძალიან დიდ ქალაქში ყველა შემთხვევაში ჩანგშაში არ ქონიათ და ერთი ის ვიცი რომ არც ლანჭოუში არ ქონიათ ერთი ეგ ვიცი კიდე ხო სხვაგან საერთოდ გარეთ სამყაროში რა ხდება არ ვიცი ეთყობა ეს ჩინეთი მაინც თავისებურად მოქმედებს ანუ არ ვიცი სამყაროში რა ხდება ჯადოქრობის ერთ-ერთი ელემენტარული უნარი არის ლევიტაცია. ანუ ნივთების ჰაერში ფარფატი. Or however he said that. ჩემი აზრით საშინელი ჯადოქარი დადგებოდა ჩემგან. Haha. Not to lie. მაგრამ ძალიან დიდი სიამოვნებით ვისწავლდი შელოცვას, რომელიც მთელს ოთახს ერთ ტემპერატურაზე ათბობს. იმიტომ რომ ზოგადად როგორც მოგეხსენებათ, ჩემი ლოგინი არის ზემოთ. ეს არის ქვედანაწილი ოთახის. და გვაქვს ზედანაწილი, სადაც არის ჩვენი ლოგინები, სადაც ვიძინებთ. ანუ ეს კიბეები ზუსტად მან დადის. ხო და საქმე ის არის, რომ სამხრეთში გათბობებს ზოგადად არ იყენებენ გათბობას, ანუ ცენტრალურ გათბობას ზოგადად არ იყენებენ, ანუ ჩრდილოეთში არის ეგ. და აქ არის კონდიციონერები, რომლებიც მუშაობს როგორც ზამთარი, ასევე ზაფხული. ზამთარში ათბობს, ზაფხულში აგრილებს, რა თქმა უნდა და მთელი უბედურება ამ ყველაფრის არის ის, რომ ეს კონდიციონერები, რომლებიც როდესაც არის ზამთარში ჩართული, არ ათბობს ოთახს მთლიანად. ანუ ოთახის მხოლოდ ზედა ნაწილს ათბობს, ანუ იქ, სადაც რეალურად არის უბრალოდ ლოგინები. ანუ ლოგინის ნაწილს ათბობს მთლიანად, იმიტომ რომ ზედა ნაწილი არის ოთახის და ქვედა ნაწილი იყინება. დღეც, ღამეც. და მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ ხანს გაქვს ჩართული კონდიციონერი. კონდიციონერი, როდესაც გაქვს ჩართული, ამის და მიუხედავად მარტო ზედა ნაწილით ვარავ.
ხო, აი ესეთი ცუდი რაღაცა არის მოკლედ რა ჩინეთში გადანაწილება მისი რა ქვია გამათბობლების რა ჩრდილოეთში აქვს ცენტრალური გათბობა და სამხრეთში არა იმიტომ რომ სამხრეთი შედარებით თბილი არის მაინც ვიდრე ჩრდილოეთში ყინავს სამხრეთში ისეთ სიცივეები არ არის ეხლა გარეთაც მაგალითად რო გახვიდე ისეთი ჩაცმულობა და აღჭურვილობა არ გჭირდება როგორც ჩრდილოეთში ხო ესე ხდება ჩინეთში მოკლედ რა ანუ სამხრეთი ნაწილი ცოტა დაჩაგრული არის ამ მხრივ არა და საკმაოდ ცივა მაინც გარეთ რო გახვიდე მაინც საკმაოდ ცივა ეხლა გარეთ ვიყავი გასული სანამ ფილმს ჩავუჯდებოდი რაღაცები ვიყიდე და მაშინაც საკმაოდ სუსხიანი იყო ანუ ძალიან სუსხიანი არის საბოლოოდ მაინც და გამათბობლები მაინც საჭიროა მაგრამ what we gonna do იდეაში დავამთავრე ყურება და ნახოთ ხოლმე რა ვიდეო bye გავდივარ ფოსტაში რაც ამონათები მოვიტანო და რა თქმა უნდა გადავიღო ეგეც ზოგადად არ ვიცი ზამთარში ადამიანები გამოპრანჭოს როგორ ახერხებენ ხოლმე მაგრამ მე ნამდვილად არ გამოვიჩეკ ანუ რა თქმა უნდა განსაკუთრებით კი ოდესაც ფოსტაში გავდივარ რა თქმა უნდა რაღაც საოცრების ჩაცმას არ ვაპირებ ზოგადად საქართველოში ესე ვიცით ხოლმე პურზე რო ჩახვიდა მაშინაც კი უნდა გამოიცვალო რაღაცა საგარეო ჩაიცვა და ადამიანს დაემსგავსა საქმე ის არის რომ ჩინეთში ეგრე არ ხდება ჩინეთში ხალხი პიჟამოთი დადის გარეთ ეს ვიზა იმედი ახლა მაინც დავიმაგრებ ამ კაშს ისე როგორც საჭიროა დავიღალე უბრალოდ დავანებდი უბრალოდ ესე შემოვიხვევ აი ეს და უბრალოდ ქუდს დავიფარე ეს არის ყველაზე ღუნღულა ქუდი რაც მაქვს და პლუს ძალიან საყვარელია Yeah. Австи siamo trialla giubia. მე აღარ მოძრაობს ხოლმე. Why are you choking? ეს პატარა ადგილებში აქვს ანათები შელაგებული. ეს რომ ნამაზებნა მაგრამ. Anyways, მაგაზე გადავიღე უკვე. ასკი ჩანოვარ.你好。你好。მაგაზეში ვიყავ. კვერცხი ვიყიდა. დავრუნდი. ჩემი გამყუთვა არის ჩვეულებრივად მომართვა. დღეს 3 იანვარია. მე გარეთ გასასვლელად ვემზადები, იმიტომ რომ ახალ ანუ წელს პირველად გავდივარ გარეთ, საერთოდ ახალ
წლის მერე ფეხი გარეთ არ გამიდგამ საერთოდ, მეც არ ვიცი რატო უბრალოდ ხასიათზე არ ვიყავი. საერთოდ არაფრის სურვილი არ მქონდა. ამიტომ დღეს გადავწყვიტე რომ გარეთ გავიდე. მეტროს უნდა გავყარე რენდომად, სადაც წამიყვანს იქ გავალ. არ ვიცი სადმე რომელიმე სტეიშენზე ამოვალ და სადმე გავისეირნებ და გაჩვენებ თქვენს სად წავალ. მაგრამ არც ისეთ საინტერესო იქნება ჩემი აზრით. თითქმის მზად ვარ რომ გავიდე. თითქმის მზად ვარ. გამოვედი გარეთ. ეს არის ჩემი უნივერსიტეტი. ეს არის ჩემი შენობა, სადაც ვცხოვრობ. და ჯერ უნდა გავიდე საჭმელი ვიყიდო. მგონი ყველაზე ფსიქოპათურად ჩაცმული მე ვარ. ჩემსავით თბილად არავის არ აცვია. საბოლოოდ რო ვერაფერი არ მოვძებნე, გადავწყვიტე რომ ისე უისკვერზე გამოვსულიყავი, ოღონდ რატომაც არ ვიცი, უკან უნდა დავბრუნდე ძალიან მალე. გადავერიგებრად წამოვედი, ეხლა წამოვედი. ანუ გეგონება რაიმე განსხვავებულს ვნახავ რა, იმიტომ რომ ისევ აქ მოვედი. ცნობილი უისკვერი, რომელზეც ვლოგი მაქვს ჩაწერილი 100 ჯერ გვერდ. ყველაფრის კარტი მინახავს, მაგრამ აიდოლების არა. მაინც მაშინ ჩავრთე, როცა დაასრულა უკვე დაკვრა. ზოგადად ეს სკვერი ყველაზე ცნობილი სკვერი არის ზოგადად ამ ქალაქში. უბრალოდ უკვე იმდენ ჯერ მაქვს ნანახი, რომ რავი გადავწვითე. იმდენ ჯერა ორჯერ ვნახე სულ, ეხლა მესამედ გამოვედი დღეს. ესეც იმიტომ რომ
ზოგადად სასერნოდ გამოვედი ძალიან გვიან და ბევრი დრო არ მაქვს, ანუ უბრალოდ მინდოდა რომ გარეთ მებოდი ალბათ ცოტა, იმიტომ რომ მთელი დღეები უბრალოდ საქმიდან არ გავსულვარ და უბრალოდ ჰაერი მჭირდებოდა აშკარად ცოტა და გამოვიარე. ახალი წლის ღამეს აქ იყო თურმე ჭედვა, მაგრამ ერთია რომ ფეიერვერკები არ გააშვებინეს ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე, რომ აღარ შეიძლება ფეიერვერკების გაშვება ახალ წელს.对，找那个美女领就可以了啊，免费的啊。平常的像从简单到困难，你看我们销售。მაღაზიაში ქვისამაგრები კიდე. მე თუ მკითხავ ჩადოსულის რო და ახლა ვფიქრობ რომ სადმე სხვაგან წავიდე კიდე. ანუ უბრალოდ მოდიალო. რომელიღაცა მაღაზიაში ერთ-ერთ გოგოს ჩემი დასქემა უნდა და ჩაით. როგორც პირველად, მაგრამ I've been there, girl. ეგ ყველაფერი გამოვიარე. ვიცი. რასაც აპირებ ვიცი. ამიტომ უბრალოდ ვუთხარი რომ ჩაი სტალევა არ მიყვარს მეთქი და გამოვიქეცი. მაგრამ ეს უფრო ზრდილობიანი პასუხი იყო უბრალოდ თქვენ შეგიძლიათ უთხრათ რომ თავი დამანებე არა და მორჩა ან შეგიძლია უბრალოდ დაიკივლო ესე და ეგ არის მოგეშვება მგონი რაღაც პატარა ისეთი ქუჩა ვიყოვნე რაც აქამდე ნანახი არ მქონდა ყველა ადგილი ნამეტანი ფენსი ჩანს. მაგრამ ჩინეთში ყველა ადგილი ეგეთი ჩანს.
请去糖水，值得谢纳。糖水就选运糖清，罗米好味道，甜蜜不腻口，对准运糖清商标，喝得放心，吃得开心。ყველაზე ცუდი მხარე იმისა, რომ უცხოელი ხარ, არის ის, რომ ყველა ცდილობს რომ მოგაწყვეტ, ანუ აი ამას მტენიდნენ თუ რამე უენა. მე კი ვისაბოლებ, ანუ 5 უენად იყიდება ჩემს უნივერსიტეტთან, what the fuck. და მე არაო, უნდა დამიკლო რა, ნამდვილი ფასი მითხრა. Do I look stupid? You piece of shit. No. Fuck off. Gabriel's კი არ არის. ანუ არა, Gabriel-ია ვერ მოვიწყობ, უბრალოდ ისე Gabriel-ი არ არის, როგორც მაგალითად ლანჭოუში იყო ჩემი პირველი მოგზაურობის. იმდენ ხანს ვიბოდიალე, რომ რაღაც სხვადასხვა პატარ-პატარა ქუჩებს ვიპოულობ შიგადაშიგ. ეხლაც ერთ-ერთზე უნდა შევიდებ. და ესე რომ მიჭირავს, კამერა მგონია რომ რაღაც ძალიან დებილურად გამოვიყურებ, მაგრამ ვისადარდებს. ჩემთანს არც კი ვუყურებ, მაგიტო არის ეკომფორტულად. ხალხ ჩემ ხელა შამპურები უჭირავს ხელში ესეთი წამოსული რაღაცეებით. აქ არ უნდა შემოხსულიყავი, აქედან უნდა გავიქცე მგონი. ფეხზე რაღაცა ამეკრა და იმენა ძლივს მოვიშორე. ახლა რომ მგონი ამ ადგილას ნამყოფი ვარ. ნამყოფი ვარ ამ ადგილას. ამ მაღაზიით ვიცანი. პოსტკარდებია. სულ მინდოდა პოსტკარდების კოლექცია და ეხლა ხო არ დამეწყობარემ. გადავწყვიტე რომ 2 ცალი პოსტკარდი ვიყიდო.
Jackson. ეხლა კიბებზე მოვწვევი. 세훈아. ესენი არის ჩემოდნებზე და სამაგრებლები. რავი რო აგერიოს. ჩემი სახსრო აშკარად და თავს აღარ ვაკონტროლებ და ვერც ფულს. Nana mi kento con days. Daza. ჩემი საყვარელი გასართობი არის აი ეს. ორი პოსტკარდი ვიყიდე და კიდე ჩემოდანზე დასამაგრებელი. ეხლა უნდა გავიდე და ვიპოვნო მეტრო. იმიტომ როგორც ახლა სადღაც აქვეა. ამიტომ უბრალოდ ამ ქუჩას გავივლი და წავა. დავიღალე. არ მინდა ჩაი. Leave me alone. როგორც იქნა ყველა ხალხურად მოსშორდი. აქედან არ არის ხალხი. მეტროსთან მივალ და დავალ დორიში. ის კი არ ვიცი რატომ გამოვედი გარე. უბრალოდ სუფთა ჰაერის ჩაღლაპვა მინდოდა. და ესეც კი არ არის ამ ქალაქში, ანუ ზოგადად აზიაში სუფთა ჰაერი არ არსებობს, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა წახვიდე. მით უმეტეს ჩინეთში. ესეთ ვაგონში პირველად ვიყავი. აქ ველოდები მეტროდან ამოვედი და გამოვიძახე, მაგრამ საშველი არ დაადგა.
ლამისა ჩემს უკან ამბობთ მივადგე და დავაი ბაბუ მოხოქე წავედი ძვირს მეტყვი არ ვიცი ხო ტაქსი მიწერს 11 იუანს და ესენი გამომართვენ სადღაც 40 და არ მაწყობს მოკლედ მაშინ გონი 3 იანვარი იყო რომ დავამთავრე ვიდეოს გადაღება არ ვიცი არ მახსოვს 3-ან 4-ში და ეხლა არის 6 და მე უბრალოდ ვიდეოს დასრულება მეზარებოდა და ეხლა დავასრულებ რომ ოთახში ვარ კარგად ვარ ლექციები დამეწყო ეხლა დავალებას მოვრჩი და უნდა დავიძინო კარგად